მოგესალმებით ეთერშია სტასო ტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ყველაფერი რაც დღეს საქართველოში ხდება ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა: ჩვენ რუსეთის მიერ მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს, რუსული მოდელი გვაქვს, რომელიც სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს რუსეთს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე უკრაინაში სამხედრო შეჭრა. ჩვენთან ეს ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას ნიშნავს, მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ყავს, რომელიც იბრძვის. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. ასევე ზურაბიშვილმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. უბრალოდ ვერ წარმომიდგენიათ 11 წელი მიუსაჯო ადამიანს. პარალელურად საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და 50,000 ლარიანი მორიგებით ეს ადამიანი თავისუფლებაზე გამოუშვა. გასაგებია, რომ აქ არ გვაქვს საქმე ინსტიტუციურ სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან და როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებაც არის ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არაფორმალურად მიღებული. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა. ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. როგორც ხუნდაძე წერს, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გაუმჯობესებს. გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში, წერს ხუნდაძე. ოპოზიციის წარმომადგენლები EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს შეხვდნენ. შეხვედრა გუშინ გაიმართა. როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მოსკოვის მექანიზმი ვერ იქნება მოსყიდული ბიძინა ივანიშვილის მიერ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ლელო ძლიერი საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. გახარიას პარტიის 7 წევრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, იგი ეხმაურება პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. მისი თქმით, თუ მათ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ის უარყვეს, ეს უბედურებაა. გახარიას პარტიის 7 წევრმა შეშმო პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათ ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. ასეთი ვალდებულება 2027 წლიდან გაჩნდება. ამას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. კანონ პროექტი კერძო სუბიექტთა ჩამონათვალს ადგენს და ისეთ სუბიექტებზე მიუთითებს, რომელიც საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საბანკო, საფოსტო, სადაზღვევო მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ და სურსათის რეალიზაციის სფეროში საქმიანობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება. კერძოდ, ინტერპრეს ნიუს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ქვეყანაში არ არის. ინფორმაციისთვის, დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა. ასევე უწყებაში განაცხადეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონის პროექტს, რომლის გათვალისწინებით ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება. თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. თანხმობა ვენახის გაშენებაზე ეს ცნება ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის, რაც თავის მხრივ გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. შესაბამისად, კანონის პროექტის მიხედვით სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანებას სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ 2026 წლის 1 მარტამდე გამოსცემს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გეგმავდნენ ბირთვული მასალა, ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 127-ის უკანონო შეძენას $3 მილიონ და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სასაცილოა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ. ამ შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე განაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე რუსეთის ელჩის ვასილი ნებენზიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა: "უნდა ვაღიარო თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა. პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ სასაცილოა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლის ოკუპაციის ტერიტორიის გაფართოებისა და მშვიდობიანად მოგვარების შესახებ", განაცხადა გიდეონ საარმა. გაეროში რუსეთის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისრაელს ოკუპანტი ძალა უწოდა. პერუს კონგრესმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი აირჩია. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. პერუელმა კონგრესმენებმა კონგრესის თავმჯდომარისა და დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხოსე ბალკასარი აირჩიეს, რომელიც ქვეყანას 12 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. პერუს კონგრესში გამართულ კენჭისყრაზე მემარცხენე ხოსე ბალკასარმა მემარჯვენე ცენტრისტი მარია დელ კარმენ ალვა 64 ხმით 46-ის წინააღმდეგ დაამარცხა. 83 წლის ხოსე ბალკასარი ბოლო 8 წლის განმავლობაში პერუს მერვე პრეზიდენტია. ბალკასარმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ხოსე ხერი შეცვალა, რომელიც პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. ხოსე ხერი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას სულ რაღაც 4 თვის განმავლობაში იკავებდა, კონგრესმა ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო შექმნილი სკანდალის ფონზე გადააყენა. ირანში ბრიტანელ წყვილს ჯაშუშობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ლინდსი და კრეიგ ფორმანები მსოფლიოს გარშემო მოტოციკლით მოგზაურობდნენ, როდესაც გასულ თვეში ირანში დააკავეს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა ბრიტანელი წყვილისთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო. ამ საქმესთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლებასთან დაუღალავად ვიმუშავებთ იქამდე, ვიდრე კრეიგი და ლინდსი დიდ ბრიტანეთში თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნდებიან, აღნიშნა კუპერმა. სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს ამბოხების მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა იონჰაპი ავრცელებს. სეულის სასამართლომ 2024 წლის დეკემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ამბოხების ხელმძღვანელობისთვის ყოფილ პრეზიდენტს იუნ სუკ იოლს სამუდამო პატიმრობა, ხოლო ყოფილ თავდაცვის მინისტრ კიმ იონგ ჰიონს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა იუნ სუკ იოლის სიკვდილით დასჯას ითხოვდა, თუმცა სამხრეთ კორეაში სიკვდილით დასჯაზე 1997 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნ სუკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.